მოგესალმებით, ესე იგი რეზოლუციის პროექტი საკმაოდ საინტერესო ჩარჩო შემოაქვს. მე არ მახსენდება 12 წელი ვიყავი ამ ასამბლეის წევრი და ასეთი პაკეტი, ასე ვთქვათ. არის დაწესებული ვადა, ეს მნიშვნელოვანია, აპრილის სესიამდე. უნდა მოხდეს შემდეგი. აპრილის სესიამდე უნდა გამოცხადდეს ახალი არჩევნები საქართველოში. ეს ერთი და მეორე აპრილის სესიამდე გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი. და სწორედ ეს ფორმულირება არის გამოყენებული, ანუ ევროპის საბჭო, ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ხვალ დამტკიცდება, თუ კი დამტკიცდა ამ სახით დოკუმენტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. დიახ. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ შესრულდება ეს ორი მთავარი პირობა, არ გამოცხადდება არჩევნები და არ გათავისუფლებიან პოლიტპატიმრები, მაშინ ასამბლეა დაუბრუნდება აპრილში, ანუ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს. ერთ სიტყვით, ქართული ოცნების საერთაშორისო იზოლაცია გაღრმავდა, მნიშვნელოვნად გაღრმავდება, ეს გაფორმდება ხვალ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამის პარალელურად თეატრულკიას უთქვამს, რომ მოხდა ესე იგი რაღაც რეალობასთან საერთოს არ მქონე კომენტარი გაუკეთებია. ამავე დროს აპრილის სესიამდე შემოთავაზებული დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად ქართულ ოცნებას ეკრძალება მიიღოს მონაწილეობა ასამბლეის მუშაობაში. მაგალითად, ქართულ ოცნების წევრები ვერ დაესწრებიან კომიტეტს, ვერ მიიღებენ ესე, ანუ დასწრებაც არ შეეძლებათ. დიახ. და თან დაწესებულია ეს ვადა. ვადის დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, აპრილი არის კონკრეტულად ის ვადა, როდესაც უკვე უნდა კონდეს ქართულ ოცნებას პასუხი, კი არა, გადაწყვეტილება, ხო, გიორგი, უკვე მიღებული, დიახ. არჩევნების გამოცხადების და ყველა პოლიტიკური პატიმარის გათავისუფლების შესახებ და ისევ თავისთავად ამ ფორმულირების გამოყენება ესეც უკვე არის მნიშვნელოვანი სიახლე მთლიანად საერთაშორისო განზომილება საქართველოს მიმდინარე მოვლენებისა კიდე უფრო ასე ვთქვათ გამოკვეთილია, იმიტომ რომ ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუცია ფიქრობს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. კი ბატონო, გიორგი, პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით მინდა უფრო კონკრეტულად გკითხოთ. ეს იგულისხმება ის დაკავებულები, ვინც აი ამ ნოემბრის აქციების 53 ადამიანი. კი ბატონო, ხო, ანუ მათთან დაკავშირებით არის ეს განცხადება. კი, მაგრამ ეს ციფრები და ხვალ შეიძლება ვიღაც დაიჭირონ და მე 56 ანუ ასე ვთქვათ და ამიტომ ის ფორმულირება რაც წერია არის მე ვფიქრობ ზუსტი ფორმულირება, რაც რეალობას ასახავს. დიახ. ხო, ანუ მე ვგულისხმობდი მაგალითად მიხეილ სააკაშვილი იგულისხმება თუ არა ამ პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულ პატიმრებში. თქვენი ინფორმაცია. ფორმულირება არის როგორიც არის ამ დოკუმენტში ფოკუსი არის ასე ვთქვათ მიმდინარე მოვლენებზე. კი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი ამ ესეც ამაში უმორიაზე არ არსებობს, მაგრამ ამ დოკუმენტის ფოკუსი არის მიმდინარე მოვლენებზე. მიმდინარე მოვლენებზე. კი ბატონო და გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანი ბერკეტია, აი ეს რამდენად მნიშვნელოვანი ჯერ მაყურებელს ვუთხრათ, რომ ხვალ უკვე კენჭისყრით უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვიცით და თქვენ პირველ რიგში ძალიან კარგად იცით, რომ მონიტორინგის კომიტეტი, როცა იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს, ეს პრაქტიკულად, რა ვიცი, ნიშნავს იმას, რომ ექნება სათანადო მხარდაჭერა უკვე ხვალ სესიაზეც და კენჭისყრით დაამტკიცებენ ამ რეზოლუციას. რამდენად მნიშვნელოვანი ბერკეტია ეს, როგორ ფიქრობთ, ევროსაბჭოს ხელში იმისთვის, რომ აიძულოს ქართული ოცნება, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილებები. თქვენ ახსენეთ თეატრულკიანი, მისი გამოსვლაც ვნახეთ ჩვენ მანდ, რომელიც აპირებდა დაერწმუნებინა თითქოს ევროსაბჭო, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა და მე თქვა, რომ აი გადავხედავთო რა იქნება მისაღები და რა არაო და ეს რამდენად ძლიერი ბერკეტია. დიახ. ერთადერთი ქმედითი ბერკეტი, ერთადერთი, რაც დარჩა ამ ორგანიზაციას ევროპის საბჭოს სამწუხაროდ სხვა ყველა ბერკეტს აღარ აქვს იმდენი გავლენა, მაგრამ ერთადერთი ქმედითი ბერკეტი, რომელიც შემორჩა ევროსაბჭოს, ეს არის უფლებამოსილების საკითხი. რომ უნდა მოხდეს თუ არა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა, თუ არ მოხდეს. დიახ. და სწორედ ამას ეუბნება ევროპის საბჭო, თუ დამტკიცდება ეს ვერსია დოკუმენტისა, რომ თუ გინდა
ქართულ ოცნებაო, რომ ჩვენი უფლებამოსილება იყოს აღიარებული, მაშინ აი ეს ორი პირობა უნდა დააკმაყოფილო. არა და დააკმაყოფილო. არჩევნების გამოცხადება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არა და მაშინ ეს საკითხი გადაიხედება. არჩევანი მათზე. კი ბატონო და აი არ ვიცი თუ გქონდათ ახლა თქვენ მანდ არ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ალბათ ნაკლებად გექნებოდათ კომუნიკაცია, მაგრამ გქონდათ ევროსაბჭოს წარმომადგენლობასთან და რამდენად აღელვებს ქართულ ოცნებას თქვენი აზრით თუ მათ შეუჩერდებათ უფლებამოსილება მათ დელეგაციას უფლებამოსილება სტრასბურგში? მათ ძალიან სინამდვილეში ისინი ამ პოზას იღებენ, რომ არ აღელვებთ, თორემ სინამდვილეში აღელვებთ, იმიტომ რომ მათ ლეგიტიმატი მთავარი პრიორიტეტი დღეს არის ამ არალეგიტიმური პარლამენტის მთავრობის რაიმენაერი ლეგიტიმაცია. ვიღაცასთან სურათი მაინც გადაიღონ. ამაზე უცნებობენ. სურათებსაც ვერ იღებენ. რაღაც გამონაკლისები არსებობს უნგრეთის სახით, მაგრამ ეს გამონაკლისი არის გამონაკლისი, რომელიც წესს ადასტურებს. წესი არის ის, რომ საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს ქართული ოცნების მთავრობას და სიტყვა მთავრობასაც აღარ იყენებენ. ესაა სურათი. დიახ. ასე რომ მათ ძალიან არის მაგალითად ვიც ლობისტები ყავთ დაქირავებული ამერიკაში და რაღაც ცდილობდნენ რაღაც შეხვედრებს ასე შემდეგ და რომ მათთვის სულ ერთი იყოს მაშინ ხوار დაიქირავებდნენ ამ ლობისტებს რა. კი ბატონო და გიორგი ბოლოს მინდა რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ ავუხსნათ მაყურებელს რა მდგომარეობაშია ქართული ოცნების დელეგაცია ახლა, რა ქვია იმ სტატუსს, რომელიც მათ ამ ეტაპზე აქვთ და რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან ისინი უკვე ხვალიდან, მას შემდეგ რაც კენჭისყრაზე გავიმეორებ, დამტკიცდება ის რეზოლუცია, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ისე და ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თუ დამტკიცდა ეს დოკუმენტი. ამბობს, რომ თუ კი ქართულ ოცნებას უნდა უფლებამოსილების აღიარება და ლეგიტიმაცია ამ ორგანიზაციის მხრიდან, მაშინ მან უნდა გამოაცხადოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი აპრილამდე. ძალიან მკაცრად დათქმული ვადა. თუ არა და მაშინ ლეგიტიმაცია არ ექნებათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან. და ამ დროისთვის მათ ხმისუფლება არ აქვთ, ხო გიორგი, რამდენადაც ვიცით, ამ დროისთვის უკვე შეჩერებული აქვთ ხმისუფლება. კი ბატონო, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ვეღარ მიიღებენ ვერც კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას და ვერც რა თქმა უნდა სესიაში და ხო და კლებერზეც ვეღარ გაისეირნებენ ალბათ, ხო, აქედან გამომდინარე. ხო, გასეირნებაში არ ვიცი. ხო, იმიტომ ხო, გასეირნებაზე ისედაც ნახეს, რომ იქ მაინც და მაინც მშვიდად ვერ დასეირნობენ, ვერც სტრასბურგის ქუჩებში და ვერც რესტორნებში, ესეც ვნახეთ ჩვენ. თავარი ის არის, რომ თბილისის ქუჩებში ვერ დასეირნობენ მშვიდად და თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება არის ძალიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი. ესაა მთავარი, მე ვფიქრობ. კი ბატონო. მათთვის მთავარი განაჩენი ეს არის.